სმენთ ძველ რადიოს ნინო მეუნარგიასა და მიხეილ მიმინოშვილთან ერთად. ღია ეთერში დაგიბრუნდით ამიშა და ნინო არაჩვეულებრივ ოჯახთან ერთად და ჩვენ დავაანონსეთ რომ როდესაც ოჯახური ტანდემი მოდის რაღაც სხვა გარემოა და სხვა განწყობა იქიდან გამომდინარე რომ შემოქმედებზე გვაქვს საუბარი დედა-შვილი და მინდა გითხრათ რომ დედა გახლავთ მხატვარი ხალხური მუსიკის შემსრულებელი ეკა გაგნიძე და შვილი კლასიკოს გიტარისტი სტუდენტი გიორგი თაფლიაშვილი. დიდი მადლობა. ეკა გიორგი, ურმის მადლობა რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები ხართ. მოგესალმებით, დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელს. ესე იგი, ვინც არის ის აი ეკას ნახატებს რომ გადავლებს თვალს, აუცილებლად წაწყდებოდნენ ინტერნეტ სივრცეში, იმიტომ რომ აი თუნდაც ახალი წლის განწყობით ესე იგი დატვირთული ნახატი ეს პეპი გზელი წმინდა, ну აი ძალიან პოპულარული ბრძანდებით Facebook გვერდის წყალობით ჩვენ ინტერნეტ მომხმარებლებში და ამიტომ ვფიქრობ რომ მსმენელი როდესაც გადაფუსლას ნახავს მიხდება ვინ არის ჩვენთან დღეს სტუმრად. კი ბატონო, და თან რაც შეეხება მუსიკას, გარდა იმისა რომ არაჩვეულებრივი მხატვარია და სხვა შორის სანამ ეთერში შემოვიდოდით, ეკამ მითხრა რომ მერიდებაო, როდესაც მხატვრად წარმატგენთ იქიდან გამომდინარე რომ პროფესიონალი მხატვარი არ ვარო. ნახეთ, მე ვთვლი რომ და ალბათ თქვენც გაიზიარებთ ჩემ მოსაზრებას რა მნიშვნელობა აქვს აკადემია დამთავრებული გაქვთ თუ არა, ან უმაღლესი განათლება მიმართულებით მიღებული, როდესაც ადამიანი ასე ხატავს, ხომ, ის უკვე მხატვარია, როდესაც ადამიანი ასე უკრავს, ის უკვე მუსიკოსია. და ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ნიჭიერი ადამიანები ყოველთვის ძალიან თავმდაბლები ბრძანდებით. კარგით, და რაც შეეხება მუსიკას, მხატვრობაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც ისეთი არაჩვეულებრივი ნამუშევრები აქვს წარმოდგენილი, ჩვენი მაყურებელი ხედავს და ვანახებთ რა თქმა უნდა მუსიკა. მუსიკა არის ერთ-ერთი წამყვანი თემა თქვენს ოჯახში. დავამატებ იმას, რომ გარდა იმისა, რომ გიორგი მართლაც არაჩვეულებრივი მუსიკოსი და თან აღნიშნავ კიდე კლასიკოსი გიტარისტია, მისი ძმაც ასევე მუსიკოსია და მამაც. კი ბატონო. ასე რომ შემოქმედი ოჯახი და წინასწარ დავაანონსებ და ვიტყვი, იმეც ვიტოვებ, რომ გიორგის მაც და მამაც შემდეგ მთელი ოჯახი, ანუ 4-ვე მობრძანებდი. გიორგი კლასიკური მუსიკა და რაც შეეხება კლასიკოს გიტარის, ის უკვე ვფიქრობ, ესეთი სერიოზული განაცხადია, ხო? გიორგი ბავშვობიდან ეს გიტარისადმი სიყვარული და გიტარის ჰანგებით მოწამლულმა შეიძლება ესე ითქვას. ბავშვობიდან სურდა ყოველთვის რომ გიტარაზე მესწავლა. რატომ? აი რატომაც იყო ჩემი ოცნება იყო რომ გიტარაზე შემესწავლა დაკვრა და ანუ შობლები უკრავდნენ კარგად. შობლები არ უკრავდნენ, მაგრამ პაპა უკრავდა ჩემი. მამა ჩემი უკრავდა და მღეროდა ოთარამიშვილის სიმღერებს და კი. და სხვადასხვის 16 წლის ვიყავი, როცა მინდოდა გიტარაზე უკვე მესწავლა დაკვრა და თან ოთარამიშვილის სიმღერები და მოკლედ მანამდე ხალხურ სიმღერებს მღეროდა გიორგი ანსამბლ ჩოხოსებში. კი, ხო, გასაგებია, თქვენ ახლა ლოდბარის და დირიჟორის ფაკულტეტზე. კი ბატონო. ხალხურ ინსტრუმენტები შეისწავლა. ჩემი პირველი პედაგოგი, ვისთანაც მივედი, იყო ლია იანვრაშვილი. იქ ვისწავლე სიმღერები, მე იყო ვაწყობდი ამ რაღაცას. ანუ ქართულიდან დაიწყე და მე ლედზეპელინი. კი, ლედზეპელინი Deep Purple და რაც Pink Floyd-ის რაღაც მელოდიებს ვაწყობდი. შესავალი. კი, რაღაცებს უკრავდი ხოლმე და მე უკვე 18 წლის რო გავხდი, მაშინ უკვე მაგამდე არ მქონდა ახლა კლასიკური მუსიკა, როგორ მოსმენილი და არც არ მქონდა თავიდან ინტერესი მაგაზე, მაგრამ მე გავიცანი ბატონი ტარიელ სუარი და იმანაც შეგიყვანა უკვე სამყაროში. მოვიხიბლე შესრულებით, აი ცოცხლად რომ ნახე მისი შესრულება გავგიჟდი და იმის მერე მომიდა და გავხდი კლასიკოსი. ანუ ფაქტიურად მისი დამსახურება, კლასიკოსი გიტარისტი და აქვე დავამატოთ, რომ სწავლობთ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და რაც აი ესე აღსანიშნავია ის, რომ ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი ბრძანდებით ლოტპარის სპეციალობაზე. ნინო ხوار მოусმინოთ ერთ კომპოზიციას, მე ვფიქრობ რომ მსმენელის მიხვდეს რაზეა საუბარი საერთოდ. და პირველ ნაწარმოებს მე შეგისრულებთ ფრანცისკო ტარეკას ცრემლი.
კატალონიაში მეგონა. ბრავო, არაჩვეულებრივია. ძალიან დიდი მადლობა გიორგი და როგორც ვიცი კონსერვატორიაში აპირებთ სწავლის გაგრძელებას. მიხართ რომ სტუდენტი ხართ? დიახ. ნუ მინდა რომ კლასიკური გიტარის განხრით გავაგრძელო სწავლა. და ეს არის თქვენი პროფესია, თქვენი საქმიანობა. რაც ძალიან მიყვარს და მინდა რომ ბოლომდე გავყე ამ საქმიანობას. ეხლა რაც შეეხება ამ მიმართულებას, ნუ მსოფლიოში უამრავი ვარსკვლავი და უძლიერესი კლასიკოს გიტარისტები და თუ ყავთ კუმირი. ნუ ჩემი ყველაზე ფავორიტი არის ჯულიან ბრიმი, რომელიც სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის. ჯულიან ბრიმი არის ჩემი საყვარლესი კლასიკოსი გიტარისტი. კი ბატონო და ამასობაში დედას ჯაზ გიტარისტებს ჯაზებს არა ხო ჯერ უფრო კლასიკა გასაგებია და ამასობაში დედასაც უნდა კი მე აი სან ბოდიშვიხტი სანამ გიორგი უკრავდა ნუ რეაქციას ვაკვირდებოდი თქვენსაც როგორი ერთიანობა იყო ასე მგონია რომ რაღაც უხილავ ინსტრუმენტი გქონდათ ხელთ და მე ზეგანისტი ხოლმე როდესაც ის უკრავს აი ეს არის შემოქმედი ოჯახი და ძალიან ნერვიულობ ხოლმე ეგ რაც შეეხება მხატვრობას ხომ მართლა არაჩვეულებრივი ნამუშევრებია ეს განსაკუთრებით მომწონს და ჩემთან ახლოს მოვიდა და ამ ნახაც თავისი ისტორიაც აქვს ხო? ხო, მუსიკოსები არიან გამოსახული, ვისაც საშუალება არ აქვს რომ ნახოს. ამ სურათზე ასახულია ბახი ბაროკოს პერიოდში არიან, ესე იგი ყველა პერსონაჟი არის აბსოლუტურად ნამდვილი, ანუ პერსონაჟები არიან რეალური პიროვნებები. ტარიელსო არის დახატული და ის ადამიანები, რომლებიც იკრიბებიან ხოლმე. მე დღეს მისი დაბადების დღეა. დღეს. აი ვინც ახსენეთ. დიახ. და არის ესე იგი მუსიკოსები არიან ძირითადად დახატული გიორგის მასწავლებლები, რომლებისგანაც დიდ ცოდნას და განათლებას იღებს გიორგი. კი ბატონო მიშა და თუ შეიძლება ეს ნამუშევრებიც რო ვანახოთ. უბრალოდ ბაროკოს ერთ-ერთი შემსრულებლის დაბადების დღეა დღეს და იმიტომ ვთქვი რომ ძალიან სასიამოვნო. ეს დედას დაუხატე, დედა ჩემს დაუხატე, შაშვი, ძალიან მიყვარს შაშვების გალობა, სხვანაირი სამყაროა. ყოჩი ვარდები და რაღაცა გაზაფხულის სამყაროა, ისეთი ხასიათი მინდოდა გადმომეცა რაღაცა სიმდროვის. აღნიშნეთ, რომ დედას დაუხატეთ ეს ნახატი. აქ ჩემთან რომ ძალიან ახლოს მოვიდა ბაროკო სტილი და თან ძალიან მიყვარს ადამიანები გავახავდა და მიუძღვნა ხოლმე. ანუ თქვენ ძირითადად ეტყობა ინსპირაცია, мотиваცია ის პერსონები არიან თქვენი შემოქმედების თუ არა? პერსონები პეპის როგავს ეს გოგონა? კი, ეს არის ილუსტრაცია. განახოთ მიშა მაყურებელს, მათი მანახეთ. ანუ ეს უნდა მეკითხა, იმიტომ რომ ისეთი სახასიათო მანერით არის შესრულებული ტილო, რომ ილუსტრატორისთვის დამახასიათებელი მომენტებია. და კიდე ზამთრის თემა, ხო? ზამთრის თემატიკა კი ეს საახალწლო. სხვათა შორის ახალი ნახატია ეს საახალწლოდ შევასრულე. ეს ახლა უკვე 2025-ში შესრულებული თოვლის ბაბუა, კი ბატონო და უკან არის კიდე სტუდიაში. ხო, ეს პორტრეტები რომელიც სამწუხაროდ დარჩენს კი. ხო, თქვენი პორტრეტები ძალიან საინტერესოა. შესრულებულია ძირითადად ფანტაზიით ხატავ ხოლმე. ეს არის შეყვარებული ანგელოზი შუაში წარმოდგენილი. იქით არის ჩემი შვილის პორტრეტი დავხატე, ეს წარმოვაჩინე. რაღაც განსხვავებული ფორმით. საოცარი. აქეთაც მკერავი, რომელსაც თავისი სამყარო აქვს. კი ბატონო, ზეთში ხატავთ. არის ზეთში დახატული და ის არის აკვარელში დახატული და ეს სხვადასხვა მასალაში მუშაობ. კი ბატონო, და ყოველთვის მაინტერესებს, როცა აი ესეთ ოჯახში ყველა შემოქმედია, ნუ გარემო წარმომიდგენია როგორია, ხო? ანუ სიმღერა, გიტარა, ხატვა. აი ერთმანეთს უზიარებთ თუ არა? აი დავშვათ რაღაცა ახალი ნახატია და ვინ არის ის პირველი მეუღლეა თუ შვილები არიან? ვისი აზრით თქვენთვის გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი? ან თქვენ გიორგი, როდესაც ახალ ნაწარმოებს ამუშავებთ, აი პირველი ვისთან ასრულებთ და? რა თქმა უნდა, დედა. დედა. კი, გიორგი მიზიარებს ხოლმე თავის ყოველთვის მინდა რომ ჩემი ახალი დამუშავებული ნაწარმოები მანახო დედას. გიორგის აზრი გასაგებია და თქვენ? მე რა თქმა უნდა ოჯახის წევრებს ახლა მეუღლეს და შვილები ხედავენ ისედაც რას ვასრულებ, მაგრამ დედის აზრი არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დედა არის მხატვარი.
ანუ ბებია თქვენიც მხატვარია. დიახ, და დედას ვაჩვენებ ხოლმე, ანუ დედა თელავში ცხოვრობს და ვუგზავნი ხოლმე, გადავიღებ ფოტოს, გავუგზავნი. აბა, შენი აზრი მაინტერესებს და დედა რა თქმა უნდა. მოკითხვა კიდან დედას. კი ბატონო, მოვიკითხავთ, დიდი პატივისცემი და რაც შეეხება მუსიკას, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შემფასებელი იქნებით, იმიტომ რომ თავად ბრძანდებით ხალხური მუსიკის შემსრულებელი. გიორგი, გაგიმართლა ძალიან პროფესიული კუთხით, რა თქმა უნდა. გიორგი, რა საკრავებს ფლობთ კიდე გიტარის გარდა, იქ ხალხურ საკრავებს თუ ბავშვობაში უკრავდი ხოლმე ბანდურზე. ბანდურის სალამური 11-12 წლისა ვიყავი, როცა დავიწყე ამ საკრავებზე შესრულება. მაგრამ სულ პატარა იყო, მამამისის გარმოს მოიკიდებდა ხოლმე დიდი გაჭირვებით მკერდზე და აწყო მენდელსონის მარში და აი მარშის მსვლელობით დაიარებოდა ორივე ხელით ხო? კი, საქორწინო მარშს უკრავდა. ბავშვობაში მქონდა ხოლმე ინტერესი, რომ აი ყველა ინსტრუმენტზე მესწავლა დავკვრა, მაგრამ მაინც გიტარა აგვირჩიე, ესე ვთქვათ. შვენიერი არჩევა. ფავორიტი ინსტრუმენტი. და ამასობაში დრო გარბის და კიდევ ხომ არ შეგვისრულებთ. რა თქმა უნდა, შეგისრულებთ ერიკ სატის ნოსიენეს. იმას აუცარი. შვენიერი. Bravo, Gheorghe, da. Უშე საკიბა არ არის მარტივი დაზაკრავი. აი ზუსტად ეს კითხვა მინდა დავსვა გიტარისტისგან, იმიტომ რომ ფიქრობ ეს გაცილებით რთულია. ცოტა რთული შეკითხვა არის, იმიტომ რომ გიტარისტი ახლა ბევრი გააჩნია რომელი ჟანრის. კი ბატონო, იმიტომაც თქვი ზოგადად გიტარისტი, აი ცალკე რო ავიღოთ კლასიკოსი გიტარისტი და აი დანარჩენი ყველა სხვა ჟანრი იქით. მე ესე ვიტყოდი რომ ახლა კლასიკოსი გიტარისტი თავი ჟანრს უკრავს. ყველა თავი ჟანრს. კი, ყველა თავი ჟანრშია და ახლა რთული ეს მაგას საუბარი, იმიტომ რომ ყველა თავის ჟანრში არის მაგარი, მე ესე ვიტყოდი. არა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, რა თქმა უნდა, უამრავი შემსრულებელია. მე წეგანაც აღნიშნე კადრის ირგვლივ. ასე მგონია რომ რთულია უფრო აი მის იმიტომ პირველად რომ ნახე ჩვენმა თაობის ადამიანებმა განსაკუთრებით ბიჭებმა ახალგაზრდა ადამიანებმა პაკოდელუსია შესრულებით, მაშინ ყველა ოჯახში გაჩნდა გიტარა და ყველას უნდოდა გიტარისტი გამოსულიყო ფლამენკოზე და მართლა, მაგრამ იცით რა ამის უკან ნამდვილად უდიდესი შრომა, ნინო. მე ერთი რაღაც კომპოზიცია თავის დროზე ახალგაზრდობაში მოკლედ მივამდობე ნახევარი თვე და ბოლოს როგორც იქნა დაუკარი მოკლედ და ამას აი ყოველი რამდენი გაქვს უკვე კომპოზიცია ათვისებული? კომპოზიცია ალბათ ესე 50 ნაწარმოები მექნება შეიძლება.
და სირთულეებს პედაგოგი გირჩევს თუ შენი სურვილი. სირთულეები ზოგადად ეხლა სირთულეების მე მინდა უფრო კონკრეტულად აღარება ხო? ამიტომზე მე პედაგოგი არ მყავს, მაგრამ მე ვარ კლასიკური გიტარის კონგრესის წევრი, იქ არის ადგილი, სადაც ვიკრიბებით არაჩვეულებრივი გიტარისტები იკრიბებიან იქ და მან მასტერ კლასები იქ არის მასტერ კლასები არიან ძალიან კარგი პედაგოგები, რომლებიც გვიზიარებენ თავიანთ რჩევებს, თავიანთ გამოცდილებასაც განახობენ. მოტივაციას გვაძლევს უფრო მეც ვაკეთებთ ახალგაზრდები კიდევ იქ ვინც ვართ და არაჩვეულებრივი თაობა არის კიდევ იქ ვინც სწავლობენ და ვინც მოსწონთ ეს საქმე. რომ შესანიშნავი შეასრულე ყველა ნაწარმოები, მაგრამ როდესაც იცი რას ვამბობ, შეიძლება კონკრეტულად პროფესიონალმა პედაგოგმა დაინახოს შენში რაღაცა ის ბგერა, ანუ ის მიმართულებით და იმ მიმართულებით გაგვი თუნდაც ფლამენკოს მიმართულებით. მაშინ როდესაც შენთვის ეს ჯერ არ არის, მაგრამ შეიძლება პროფესიონალმა როგორ გითხრა მასწავლებელმა გირჩიოს, რომ აი სწორედ ეს არის შენი გზა. და არა დაუშვათ. და ისიც რა არის კიდე საინტერესო, რაც შეეხება ეპოქას, ხო? მოთხოვნაც ეპოქებთან ერთად მოთხოვნაც იცვლება. საინტერესო შეკითხვა. და რაც შეეხება მსმენელს. დღეს მსმენელს რამდენად აინტერესებს კლასიკური გიტარა, ის ნაწარმოები, რასაც ასრულებთ და არის თუ არა კიდე რაღაც დაუშვათ გათანამედროვებული. ჩემი აზრით ახლა კლასიკური გიტარის მსმენელი საქართველოში არც ისე ბევრი არის სამწუხაროდ, მაგრამ იქნება დრო, როცა ამ საქმიანობასაც დააფასებს ხალხი და უფრო მეტი პოპულარიზაცია იქნება და მეტი მსმენელიც ეყოლება, რა თქმა უნდა. კი ბატონო, მსოფლიო რო ავიღოთ? მსოფლიოში რა თქმა უნდა, კონკრეტულად ავიღოთ ქვეყანა გერმანია. გერმანიაში საკმაოდ პოპულარულია ეს ინსტრუმენტი. და რა ვიცი კიდე იტალია თუნდაც და ბევრი ქვეყანა სადაც უფრო დაფასებული ეს ინსტრუმენტი. კი ბატონო, და რაც არის ძალიან გემოვნებიანი, რაც არის ძალიან სასიამოვნო, მგონი ყოველთვის შეიძლება იყოს რაღაცა პერიოდი, რომ დავუშვათ ნაკლები იყოს დაინტერესება, თუმცა ყოველთვის რჩება ეპოქებს უძლებს და კლასიკურ გიტარას ყოველთვის და გიტარისტებს თავის მსმენელი ყავდა, მინდა ვთქვათ, რომ ძალიან გემოვნებიანი მსმენელი. ზოგადად კლასიკურ მუსიკას ყოველთვის ყავდა ცოტა მსმენელი და გემოვნებიანი. მაგრამ ძალიან გემოვნებიანი. ყველას არ შეუძლია, რომ კლასიკურ მუსიკას ესე გულის ვერც მოთხოვ. გიორგი, კომპოზიტორებზე საუბრობდით, ახლა ბევრი კომპოზიტორი არ არის, ვინც უშუალოდ გიტარისტვის ქმნიდან ნაწარმოებებს, თუმცა აი თქვენ ბაროკო ახსენეთ არაერთხელ და აქ რაღაც ბაროკო სტილის ნახატი კიდევ და აი ბაროკოს ეპოქაში მე მგონი აი მსგავსი ინსტრუმენტისთვის მაშინ გიტარა სხვა ფორმა ჰქონდათ, მაგრამ მე არა ისიც მამინდა, ანუ ერთია როდესაც შენ უკვე უშუალოდ გიტარისტვის შექმნილ ნაწარმოებებს, მაგრამ ხო შეიძლება რომ თქვენ დაუკრათ გიტარაზე კლასიკური ნაწარმოები, რომელიც გიტარისტვის არის. რა თქმა უნდა, სხვადასხვის გიტარაზე არაჩვეულებრივად სრულდება ბაროკოს მუსიკა, ბახის ნაწარმოებები, რა თქმა უნდა, მშვენივრად. მიუხედავად იმისა, რომ ბახი უკრავდა კლავესინზე, მაგრამ გიტარაზე მისი ნაწარმოებები არის საოცარი. ანუ ნაწარმოების დაუშვათ თუნდაც კლავესინისთვის შექმნილ ნაწარმოების გადმოტანა გიტარისტვის, ესეც უკვე მაინც კლასიკური გიტარა ითვლება. დიახ. სამ გიტარას. ყველაფერს დაკვრა შეიძლება. ასენამ გიორგი დაასრულეთ დიახ? აღარ მომობდი არაფერს. არა, ასენამ გიორგი კიდე ერთ კომპოზიციაში შეგუსრულებს, აუცილებლად ეკას კიდე უნდა დავეკითხო. ანუ რაც შეეხება მხატვრობას, ნუ ამხელა ოჯახია და რა თქმა უნდა დედა ხართ, მეუღლე ხართ, დიასახლისი ხართ, ამდენი საქმე გაქვთ, ხო? წარმომიდგენია, რამდენად დაკავებული. როდის ასწრებთ, როგორ ასწრებთ? ანუ მუზას ელოდებით, თუ ეს არის თქვენი ჩვეულებრივი რეჟიმი ცხოვრების, თან უვლით ოჯახს, თან ხატავთ და აპირებთ თუ არა გამოფენას. ესეც მაინტერესებს. როგორ არის იცით? მუზა ყოველთვის არის. აი, ნუ შეიძლება დაჯდე ჩვეულებრივ, გაუაზრებლადაც შეიძლება რაღაც ფანქარი და აი, შეუძლია დავინახო, შეიძლება რაღაცა უცბად რაღაცა დავხატო და რა კარგი გამოსულა რაღაცა, შეიძლება გაუაზრებლადაც დახატო, მაგრამ როდესაც ფიქრობ, აი ამას უფრო მეტი დრო სჭირდება, თუნდაც მაგალითად როცა ეხები პერსონაჟების დახატვას, უნდა დააკვირდე, უნდა იმათი რაღაცა შინაგანი სამყარო გაიცნო და შემდეგ ისე გადმოიტანო, რომ მე ისინი რო ცნობენ საკუთარ თავებს, მე როგორი ნამდვილად დაგიხატი ვარ და ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია, როცა საკუთარ თავებს ამოიცნობენ ხოლმე ნახატზე.
ამასაც ყველაფერს ძალიან ბევრი დრო და შრომა. ბევრი დრო და შრომა უნდა. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩვეულებრივი დიასახლისი ვარ. ვცდილობ, რომ ჯერ საოჯახო საქმეები გავაკეთო და შემდეგ დრო დავუთმო ჩემს ხელოვნებას, თუმცა საბედნიეროდ სიმღერა შემიძლია და საოჯახო საქმიანობის დროს მღერი პარალელურად ასე რომ მაინც აი ნინო აღნიშნა და მეც კიდევ ვთქვი ჩვენ გადაცემის დასაწყისში აღნიშნეთ რომ ჩვენთვის ძალიან ანუ კარგია რომ ესეთი ფორმატი გვაქვს რომ შეგვიძლია ესეთი ოჯახები მოვიწვიოთ სადაც გარდა იმისა რომ ურთიერთთანხმედრა და ესეთი ერთსულოვნება არის ესეთი შემოქმედებითი მართლა გაცვლა და მე დაწუნებული ვარ რომ ბევრი ინსპირაცია მელოდიიდან მოგდი თქვენ ბევრი ინსპირაცია ანუ ხარისხის გავლენა იმ გარემოს რაც შენს ირგვლივ არის ეს ნამდვილად ეგრეა. კიდე სანამ დასრულდება ჩვენი გადაცემა გიორგი გთხოვთ რომ კიდევ ერთი კომპოზიცია და რომ დაასახელოთ ვინ არის. რა თქმა უნდა და ბოლოს შეგისრულებთ როლან დინსის ტანგო. ოხ წარმატებებს და იმეც ვიტოვებთ უახლოეს მომავალში სრული შემადგენლობით მობრძანდებით შემოქმედი ოჯახი. მადლობა ჩვენი სტუმრები იყვნენ კლასიკოსი გიტარისტი სტუდენტი გიორგი თაფლიაშვილი და დედამისი ეკა გაგნიძე. ეკა და გიორგი წარმატებები და ურმეს მადლობა. მუსიკის შემსრულებელი მხატვარი. მადლობა და დროებით არ გემშვიდობებით. ჩვენ კი სულ ცოტა ხანში უკვე ასმად ყაბლაძესთან ერთად დაგიბრუნდებით.